გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ნებისმიერი ადამიანისთვის ნორმალური მდგომარეობა არის ის, როდესაც მას არაფერის ტკივა. ხანდახან ტკივილის სერიოზულს არაფერს ნიშნავს და საგანგაშო არ არის, მაგრამ ხანდახან პირიქით ტკივილი შეიძლება რაიმე საშიში დაავადების მანიშნებელი იყოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ყოველ ტკივილს თავისი მიზეზი აქვს და ჩვენ ეს მიზეზი შეძლების დაგვარად უნდა გამოვიკვლიოთ. ჯანმრთელი ადამიანი ნიშნავს, რომ ის ტკივილში არ ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილი, რასაც ბევრი ადამიანი უჩივის, არის ქვედა კიდურების ტკივილი. ეს ტკივილი ყველაზე ნაცნობია ქალბატონებისთვის და განსაკუთრებით იმ პერიოდში მწვავდება, როდესაც მაღალი ტემპერატურაა გარემოში, ცხელა და ვენები გაგანიერებული. შენ თვითონ გტკივა ხოლმე ნინო ფეხები გაწუხებს ეს პრობლემა? იცი რა, დიდხანს როდესაც ვდგევარ ოპერაციაზე, ხანგრძლივად მიწავს ფეხზე დგომა, მაწუხებს ხოლმე. ან როდესაც ძალიან დიდი ხანი მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი, იმ შემთხვევაში ცოტა დისკომფორტი მაქვს. გტკივა? დასვენება შველის ამ ყველაფერს. კი, დასვენება შველის და მინდა გითხრა, რომ მაცვია აუცილებლად სპეციალური გეტრები დღის განმავლობაში ოპერაციებზე, რომელიც იცავს ამ ფეხებს შეშუპებისგან და შესაბამისად მე ტკივილი არ მაქვს. არსებობს ერთი აპრობირებული მეთოდი დაღლილი ქვედა კიდურების ტკივილის მოსახსნელად ან შესამსუბუქებლად. ჩვენ იქით გვყავს ძალიან ლამაზი გოგონა და შეგვიძლია ეს მეთოდი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელსაც. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, მადლობა. შენ ხშირად გაწუხებს ხოლმე ფეხების ტკივილი? ხშირად მიწევს ხოლმე ფეხზე დგომა, როცა ვმუშაობ და იმის შემდეგ კიდე რეპეტიციაზე მივდივარ, ვარ მოცეკვავი და ხშირად მოწახობს დაღლილობა. ანუ გადაღლასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, შესაბამისად, როცა იღლება, გეწყება ტკივილი. კარგი, ქუსლიან ფეხსაცმელებთან როგორ ხარ? მაგალითად, თუ გაცვია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ხშირად მიწევს რომ ჩავისვა და მაგ შემთხვევაში მტკივდება ხშირად კუნთები. რა შვები ხოლმე ამ დროს შენ? ვცდილობ რომ დავისვენო, როცა მორჩები მუშაობას, მაგრამ მანამდე ვერაფერს. გასაგებია, სამუშაო გრაფიკი ხანგრძლივია და მაშინ მოდი ეს დასვენების მეთოდი ახლა ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ნინო ამას აგვიხსნის შესანიშნავად, თუ როგორ დაეხმარონ ისინი თავის თავს, მხოლოდ მაშინ, როდესაც არის გადაღლა და როდესაც არ არის ეს რაიმე დაავადებით გამოწვეული ტკივილი. ნინო, თუ შეიძლება ძალიან მარტივი და სასიამოვნო მეთოდია. მინდა გითხრა კოტე, აი აქ გვაქვს ცხელ წყალში მოთავსებული ქვები. ქვები წყალში მაშინ ჩავაწყოთ, როდესაც წყალი იყო ძალიან ცხელი, თითქმის მდუღარე, ეს ქვები კარგად არის გამთბარი, ნახე მოსინჯა. როგორი სასიამოვნო. ამ ქვების ბრტყელი ზედაპირით, სანამ ის თბილია, ესე იგი, ეს ქვა ნაზად ვამასაჟებს ფეხების მთელ ზედაპირს, ესეთი წრიული მოძრაობებით. და ძალიან სასიამოვნოა. ეს თბილი ქვები იმისთვის არის კარგი, რომ სისხლის ცირკულაცია გააუმჯობესოს და უკეთ მომარაგდეს ქსოვილების სისხლით. თან ძალიან სასიამოვნოა დამრწმუნდა და მთელი დაღლილობა გარეთ გამოდის და კუნთების ტკივილსაც ხსნის. და საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ქვები, მე მგონი მარტივია. ზაფხულში ზღვაზე რო წავალთ, ეს ბრტყელი ქვები შეგვიძლია შევაგროვოთ, არ დავიზაროთ 1 კილოგრამის წამოღება. მაგრამ თუ თქვათ არ გვაქვს ეს ქვები სახლში და ეს ბუნებრივია სახლში ესე ქვაუცებ, არავის არ მოეძებნება. მაგ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ალტერნატივა? ამ შემთხვევაში ამ ქვებში გვაქვს პირსახოცი, რომელიც ორ თქლით არის გაჟღენთილი. ესე უნდა გავშალოთ და აი ესე შემოვახვიოთ გარშემო ფეხებზე. აი ესე. და ძალიან კარგი ყოფილა ამ დროს ევკალიპტის ზეთი, რომელიც ძალიან თავისუფლად არის გაყიდვაში. თბილ წყალში უნდა ჩავასხათ. ან ამ სულ პირსახოცში შეგვიძლია ესე მოვაპკუროთ. თუ 20 წუთი დაახლოებით ეს იჭდები, აუცილებლად ეს ოღონდ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს არ უნდა იყოს ცხელი, არავითარ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ნელთბილი, სასიამოვნო ტემპერატურის, ცხელი პირსახოცის ფეხზე დახვევა, ან ცხელი ქვების ფეხზე დაწყობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმედია მაყურებელს გამოადგება ეს მარტივი ელემენტარული რჩევები იმისათვის, რომ სახლის პირობებში მოიხსნას ის დაღლილობა, რაც თქვა დღის განმავლობაში ჩვენ ყველას ხშირად გვემართება ხოლმე. ის მეთოდები, რომელიც ახლა ნინომ და კოტემ გვაჩვენეს, ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა, მაგრამ დაღლის გარდა არსებობს ფეხის ტკივილის გამომწვევი უფრო სერიოზული მიზეზებიც. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ფეხის ტკივილი მხოლოდ დაღლით არის გამოწვეული. აი მაგალითად დარბაზში ყავს ქალბატონი, რომელიც გაწამებულია ამ პრობლემით. გავგვეცანით თუ შეიძლება და გითხარით რა გაწუხებთ. გამარჯობათ, მე გახლავართ ნინო ჩიჩუა. მთელი დღის განმავლობაში მიხდება ბავშვებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით დგომის რეჟიმში. და აქედან გამომდინარე, მაინტერესებს საღამობით უკვე დღის ბოლოს, როდესაც უკვე ფეხები ძალიან დაღლილი მაქვს და მაწუხებს, არ ვიცი როგორ მოვიქცეთ მუხლის არეში, კუნთების, განსაკუთრებით კუნთების ზონაში. ტკივილები მაქვს სასწაული, ანუ სიმძიმეს ვგრძნობ და ძალიან უზარმაზარ დაღლას. ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც უფრო დეტალურად აგვიხსნის, რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხების ტკივილი და რა თქმა უნდა თქვენს კითხვასაც გასცემს პასუხს. მიესალმეთ სისხლძარღვთა ქირურგი ვახტანგ გარგანაშვილი. გამარჯობა, მოგზაურობა მოძრაობისთვის დაბდებით. ვიქით ბახმაროს წყალი და გითხარით ისე წყალი რამდენად მნიშვნელოვანია ქვედა კიდურების ტკივილისას მაგალითად. მინერალური წყალი ძალიან სასარგებლოა ქვემო კიდურების ვენური უკმარისობისათვის, ზოგადად ცირკულაციის
გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ჩვენ აქ ქვედაკიდურების დაღლილობის შინაური მეთოდები ვაჩვენეთ, მაგრამ ეს მეთოდები ბუნებრივია, ვერანაირად ვერ მოაგვარებს მეტად სერიოზულ პრობლემებს ან დაავადებას. აი, ყველაზე ხშირად რა მიზეზით არის ხოლმე გამოწვეული, თუნდაც ის სიმპტომები, რაც ჩვენმა სტუმარმა გვითხრა, ეს არის სიმძიმე, დაღლილობა, ტკივილი. ძირითადი მიზეზი ქვემოკიდურების ტკივილის და მათ შორის მაგ სიმპტომებისაც, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის ქრონიკული ვენური უკმარისობა, მათ შორის გავრცელებული ვარიკოზული დაავადება. განსაკუთრებით აღნიშნული პრობლემები გვხვდება ქალებში მეტად. რა არის მექანიზმი ამის გამოწვევის და როგორ უნდა მიხვდეს თუნდაც ადამიანი მარტივი სიმპტომებით, რომ მას ვენური უკმარისობა ან ვენების ვარიკოზის საწყისი ნიშნები აქვს? ქალებში ძირითადი მიზეზი სიხშირის ამ დაავადების ეს არის მათი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა ის რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ უმეტეს შემთხვევაში ხდება ვენური სისტემის გადატვირთვა. ანუ ფიზიოლოგიური მოვლენები, რომელიც ვითარდება მათ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ქალებს აქვთ ხშირ შემთხვევაში ისეთი პროფესიები, რომელიც ასევე განაპირობებს ვენურ უკმარისობას, რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც, მაგრამ მეტად ქალებში. ძირითადად ეს არის ჯდომითი პროფესია, ეს არის ხანგრძლივად დგომა. ანუ მაყურებელს ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივცეთ რჩევა, რომ იმოძრაონ ბევრი აქტიურად ისეირნონ, იმიტომ რომ ანუ პოზიციის ცვლილება მოხდეს და ცირკულაცია იყოს გაუმჯობესებული, ხო? დაუბრუნდეთ ჩვენი მაყურებლის შეკითხვას, გამოიკვეთა დაახლოებით მიზეზი, რატო შეიძლება კონდეს ქალბატონს ტკივილი. ან აღნიშნა, რომ ეს აქვს დღის მეორე ნახევარში უფრო საღამოს, დიდი ხანი ფეხზე დგომის შემდეგ. რას ფიქრობთ თქვენ და რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ ქალბატონს, ან რა კონკრეტული გამოკვლევა ესაჭიროება? რასაც ქალბატონი ყვება, სავარაუდოდ აქ გვაქვს ჩვენ პროფესიული მომენტი, ძირითადი წამყვანი მექანიზმი, თუმცა გასარკვევი არის აქ როგორია გენეტიკური ფაქტორი, სხვა რისკ ფაქტორები ქონდა კიდევ ქალბატონის ცხოვრების განმავლობაში. დიაგნოსტიკა დაავადების საკმაოდ მარტივად ხდება, საჭირო არის ერთი ვიზიტი კვალიფიციურ კლინიკაში და შემდგომ მხოლოდ ერთი გამოკვლევა, ეს არის ვენური სისტემის დუპლექს სკანირება, ჩვეულებრივი ეკოსკოპიური კვლევა, რომელიც 100% შემთხვევაში სვავს ზუსტ დიაგნოზს. დროული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად უმეტეს შემთხვევაში იწვევს დაავადების პროგრესის შენელებას, შეიძლება ითქვას სრულ გაჩერებას დაავადებისას და აქედან გამომდინარე საქმე აღარ მიდის ოპერაციულ მკურნალობამდე და სხვადასხვა ჩარევებამდე. მოდით გადავიდეთ ჩვენ მულაშთან, იქ უფრო თვალსაჩინოებისთვის უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა არის ვენური უკმარისობა ან მის მიერ გამოწვეული სხვა პათოლოგიები. ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება ძირითადად ღრმა ვენებში და შემდგომ აზიანებს ზედაპირულ ვენებს. ეს არის ღრმა ვენა და ეს არის ზედაპირული ვენა. ჩვენ ქვედაკიდურებს თუ დავხედავთ, არის ხოლმე ეს ყურძნის მტევნებივით ხანდახან გაგანერებული, ხანდახან ჩანს ზონარივით გამოხატული კანქვეშ, ხო? კანქვეშა ვენური სისტემის დაზიანება ეს არის თვალსაჩინო და ამას პაციენტი თავისითაც ხვდება. მაგრამ თუ კი ასეთი რამ არ არის და აწუხებთ შივილები, ეს უკვე ღრმა ვენური სისტემის პრობლემა. აქ უკვე გამოსაკვლევია ღრმა ვენური სისტემა, დიახ. აი წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ ვენაში ეს არის ღრმა ვენის იმიტაცია მულაშზე, არის ძირითადი სარქველები თქვათ აი ამ ზონაში, თვითონ ვენურ ლულაში არის სარქველები, რომელიც ზიანდება და სისხლის უკუდინებას ხელს უშლის და ეს სისხლი აქ გუბდება და იწვევს იმ პრობლემებს, რასაც თქვათ პაციენტები აღნიშნავენ. ამის მერე ვითარდება უკვე ვარიკოზი, ეს გარეთა ვენების დაზიანება და ის სიმპტომები ემატება კიდევ პლუს დამატებით იმას, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხო? რას ნიშნავს ეს ტრომბი გამიჩნდა ფეხში? ტრომბოზი ეს არის მწვავე პროცესი, განსხვავებით ქრონიკული ვენური უკმარისობისაგან და ტრომბოზი ნიშნავს სისხლძარღვში, ამ შემთხვევაში ვენურ სისხლძარღვში, სისხლის კოლტების გაჩენას და სისხლის მიმოქცევის მოშლას. რა სიმპტომია ამ ტრომბოზს? ეს რომ იცოდეს მაყურებელმა, ეს არის მწვავე ტკივილი და კიდურის მწვავე შეშუპება ერთ-ერთი, ხო? და ამ დროს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობის დაწყება. საჭირო არის აუცილებლად კომპეტენტური ექიმის და სპეციალისტის კონსულტაციის ჩატარება. ძირითადი რჩევები ეს არის მოსვენება ფეხის შეძლების დაგვარად 10-15 წუთის განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. კიდევ არსებობს სპეციალური ტრიკოტაჟი სამკურნალო, რომელიც არის ძალიან ეფექტური და ძალიან მარტივი სახმარი. ანუ ეს ტრიკოტაჟი იგივე კომპრესიული ჩულქები, რაზედაც ჩვენ გადავწყვეტ საუბარი და ასეც ექიმი ნიშნავს ამ ყველაფერს. ზოგიერთი ადამიანი ცხელ წყალში ყოფს ხოლმე ფეხს და აუხსნათ მაყურებელს, რომ ის გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, არამედ პირიქით უნდა რაღაც ცივი საფენები გამოიყენა, ხო, ამ შემთხვევაში. ცხელი საფენები, ცხელი წყალი, ეს არის პირიქით დაავადების პროვოცირების ყველაზე საუკეთესო საშუალება. სასურველია გრილი აბაზანები, სასურველია ცურვა, კონტრასტული შხაპის მიღებას და ფეხით სიარული. დღის განმავლობაში თუნდაც 1 საათი. არ არის რეკომენდირებული ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ფეხსაცმელი. საშუალო სიგრძის ფეხსაცმელი 3-4 სანტიმეტრი, ეს არის მიღებული, ეს უქმნის კომფორტს პაციენტს და ვენური სისტემის გადატვირთვას ნაკლებად ხდება ამ პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა მომზადებისთვის და კარგი ინფორმაციისთვის. ცოტა ხანში ექიმებში. სამწვერა ნერვის ნევრალგია. მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან საჭირო ნერვია, ოღონდ ერთ თვისება ის აქვს, რომ ხანდახან აუტანელ ტკივილებს იწვევს.
არსებობს ერთი საკითხი, რომელიც თბილის სეზონის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ძალიან აქტუალური ხდება. ეს არის ოფლიანობა. ოფლის გამოყოფა ჩვენი სხეულისთვის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. როდესაც დაგვცხება, კანის ზედაპირზე ოფლი გამოიყოფა და სხეულს გაგრილების საშუალება ეძლევა. ეს არის კანის მულაჟი. თქვენ ხედავთ საოფლე ჯირკვლებს, რომლებიც განლაგებულია ზუსტად კან ქვეშ. როდესაც დაგვცხება, სპეციალური ნერვები ამ ჯირკვლებს გააქტიურებს და ხდება ოფლის გამოყოფა და ესე ამოდის ოფლი ჩვენს კანზე. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი რიგზია და ნორმის ფარგლებშია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთა სხეულშიც ეს ჯირკვლები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან, ფაქტიურად უკონტროლოდ მუშაობენ. არ არის აუცილებელი არც სიცხე, არც რაიმეზე ემოციური გამოხატულება, როდესაც ჰიგიენის ნორმები დაცულია. ჩვეულებრივ პირობებში გრილ ამინჩიც კი ამ ადამიანებს აი ზუსტად ასე ემართებათ, როგორც ახლა ნინო გვაჩვენებს. კოტე ემართებათ აი ასე. და სამწუხაროდ როგორც თქვით, ამას ვერ შველის ვერც ჰიგიენის ნორმის დაცვა და ვერც სხვადასხვა პროცედურების წარმოება. ამ ყველაფრის შედეგი კი არის სამწუხაროდ ყველასთვის ცნობილი ერთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მაისური აი ესე დღეში უარდება და ეს უკვე იწვევს საკმაოდ დიდ პრობლემებს, როგორც მისი ემოციური, ასევე გარეგნული ვიზუალური თვალსაზრისით. არსებობს მდგომარეობა, როდესაც არა მხოლოდ აი ეს ადგილები, არამედ მთლიანად სხეულის სველდება ხოლმე, მაგალითად გულმკერდის ზონაში, მუცელზე, ზურგზე და კიდევ სხვა ადგილებშიც ხდება ოფლის ზუსტად ისე ჭარბად გამოყოფა, როგორც ცოტა ხნის წინ ნინომ გვაჩვენა. ამ მდგომარეობას ჰქვია ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა. სამწუხაროდ ოფლიანობის დისკომფორტი მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანი სველდება. არანაკლებ პრობლემურია ისიც, რომ ოფლს არასასიამოვნო სუნი ახლავს. სხვათა შორის არ ვიცი, ეს ჩემი აღმოჩენა თუ თქვენ შეგიმჩნევიათ, ოფლს ცოტათი რაღაც ხახვის მაგვარი სუნი დაკრავს ხოლმე. თუ რა არის ხახვის ცოტა უკეთესი სუნია? ხახვის კი, უკეთესი სუნია. თვითონ ოფლს სუნი არ აქვს. ის უსუნო სითხეა. მაგრამ ჩვენს კანზე ცხოვრობენ ბაქტერიები და როდესაც ოფლი კანის ზედაპირზე გამოდის, ამ დროს ბაქტერია გამოყოფს სუნს. ეს ბაქტერია რომ არ არსებობდეს, შესაბამისად, ოფლს სუნი არ ექნებოდა. მთელი პრობლემა დარჩებოდა მხოლოდ დასველი. ესე იგი ადამიანებს კი არ ასდით სუნი, ბაქტერიებს. ყველაზე გავრცელებული გზა, რითაც ჩვენ ყოველდღიურად ოფლს ვებრძვით ხოლმე, ეს არის დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი. ეს არის ნივთიერებები, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომელი რისთვის არის და რა განსხვავებაა მათ შორის. შეგვიძლია პატარა დემონსტრაციაც გავაკეთოთ ამ ყველაფრისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ეს ბუშტები არის საოფლე ჯირკვლები. ქვემოთა ნაწილი კი კანის ზედაპირია. დეოდორანტის მოხმარების შემთხვევაში ოფლი მაინც გამოიყოფა. უბრალოდ დეოდორანტი ანეიტრალებს ჩვენს კანზე არსებულ ბაქტერიებს და შედეგად ოფლს სუნი არ აქვს. ანუ ზუსტად ასე ხდება, ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე. უბრალოდ მას სუნი არ აქვს. როდესაც ანტიპერსპირანტს გამოვიყენებთ, ის საოფლე ჯირკვლებსა და კანის ზედაპირს შორის წარმოქმნის ერთგვარ გაუმტარ ბარიერს, რისიც წყალობითაც ოფლი კანის ზედაპირზე უბრალოდ აღარ გამოდის. შესაბამისად, აღარ გამოიყოფა ოფლი, ადამიანი აღარ ოფლიანობს და ისეთი შველი მაისური აღარ ექნება ადამიანს. ოფლი უბრალოდ არ გამოიყოფა კანის ზედაპირზე. კანი რჩება მშრალი. ანუ ანტიპერსპირანტი დავდოთ აქეთ მაშინ და დეოდორანტი დავდოთ იქით. როდესაც ოფლის გამოყოფა ზომიერების ფარგლებში ხდება, როგორც წესი, ასეთი მარტივი საშუალებები აბსოლუტურად საკმარისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ მათთვის, ვისაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და ეს დამიჯერეთ ხშირ შემთხვევაში ჰიგიენასთან საერთოდ არ არის კავშირში, მათთვის აღარ არის ეს ყველაფერი საკმარისი, არც დეოდორანტი და არც ანტიპერსპირანტი. ამ შემთხვევაში უკვე ბევრად რთულად დგას საქმე. ჩვენი სტუმარი გვეტყვის თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მოზღვავებულ ოფლდენას და რა მეთოდები გამოვიყენოთ ამ შემთხვევებში. მიესალმეთ ჩაჩავას კლინიკის ჭარბი ოფლიანობის და სახის სიწითლის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი კობა სახეჩიძე. გამარჯობა ბატონო კობა, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი წყალი უნდა მივიღოთ, ალბათ დამეთანხმებით. მიუხედავად იმისა, განსაკუთრებით თუ მეტად ოფლიანობთ. ბატონო კობა, გითხარით თუ შეიძლება რამდენად გავრცელებული პრობლემაა ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა? ჭარბი ოფლიანობა ზოგადად მოსახლეობის 2-3%-ია გავრცელებული. ეს ციფრი ზოგადად არ ჩანს დიდად, მაგრამ თუ კი გადავთვლით მსოფლიოს მოსახლეობაზე, სადღაც 214 მილიონი მოსახლე გამოდის, ვინც ამ პრობლემით იტანჯება. გამომდინარე აქედან, რომ ქართველი ხალხი ცოტა ემოციურები ვართ, ალბათ ჩვენი სტატისტიკა როცა იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო ზევით იქნება, იმდენად, რამდენადაც ემოცია ოფლის გამოყოფაზე კიდევ უფრო მეტად მოქმედებს. ანუ ემოციურობა თავისთავად მატებს ოფლის გამოყოფის. რა თქმა უნდა.
ოფლის ზოგადად ყველა ადამიანს გამოეყოფა ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, თქვა, რა კრიტერიუმით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ აქვს ჭარბი ოფლიანობა, რა არის ნორმა? ოფლიანობა ითვლება ჭარბად ის, როდესაც არის უკვე შემაწუხებელი. ბევრი ადამიანი არის, ვისაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და რაღაც პირად კარიერაში ხელს უშლის იმის გამო, რომ მას არ შეუძლია დაუშვათ ხელი ჩამოართვას, იმიტომ რომ სველი აქვს მუდმივად ხელი. ან იმიტომ ვერ გამოდის ისეთ ფორმაში გარეთ, როგორიც მას უნდა, იმიტომ რომ იღლიების უსველი აქვს მუდმივად და ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. პაციენტები, როდესაც მოდიან, ხელები როდესაც ესე უწყვეტ და თითებიდან წვეთები მოდის, ნუ ეს საშინელებაა უბრალოდ. აი არ შეუძლია მაგალითად კლავიატურაზე იმუშაოს ხელთათმანების გარეშე, არ შეუძლია წეროს თუ კი ხელთათმანი არ აცვია, იმიტომ რომ ყველაფერი უსველდება. სწორედ ეს არის ალბათ ჭარბი ოფლიანობა და რა ის რომ დავუშვათ ვივარჯიშეთან ტემპერატურა მოიმატა და მეტნაკლებად გავოფლიანდით. თუ არის ცნობილი, რა არის გამოწვევი მიზეზი ჰიპერჰიდროზის, აი ესეთი მდგომარეობის, რომელიც რეალურად მართლა აუტანელია რა. ჭარბი ოფლიანობის გამოწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს დაწყებული სხვადასხვა დაავადებებიდან, მაგალითად აი თავის ტვინის დაავადებებიდან, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური დაავადებებიდან, ჩიყვის შემთხვევაში, ასევე ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს, ტუბერკულოზის შემთხვევაში, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს, სხვადასხვა ორგანოების სიმსივნური დაავადებების დროს და ეს ჩამონათვალი ძალიან ბევრია. თუ კი დაუშვათ აი ჩიყვი აქვს ახლა პაციენტს და ჩვენ ოფლიანებაზე დავუწყოთ მკურნალობა, ნუ ეს არასწორი იქნება არც ეთიკურად, არც სამედიცინო თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამოდის რომ ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას მოვაწესრიგებთ, თავისთავად ყველაფერი ალაგდება. თქვათ ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას აქვს ჭარბი ოფლიანობა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული ტესტები, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამ ადამიანს მართლა სინამდვილეში აქვს ეს პრობლემა. არსებობს ესეთი ტესტი ნამდვილად, თუმცა ძირითადად ეგ გამოიყენება ხელის გულების, ფეხის გულების და იღლიების დიაგნოსტიკისათვის. შეგვიძლია რომ აქვე სტუდიაში ძალიან მარტივად თქვათ ხელის გულებზე ჩავატაროთ იგივე ტესტი. და ექსპერიმენტში იქნებ ვინმე მიიღოს მონაწილეობა. ხელი აგვიწიეთ თუ შეიძლება. აი თქვენ პირველ რიგში ძალიან კარგი ახლოს ხართ. გადავიდეთ მაშინ ვარცხერან ხარეს და ვნახოთ აქვს რა ჩვენ სტუმარს ჭარბი ოფლიანობა. ცოტა ხანში ექიმებში ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევები. როდესაც ამ წესების დაცვას დავიწყებთ, ხვალ არის ორშაბათი, ხვალე დავიწყებთ სამ ყოველდღე. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ხელის გულზე უნდა დავიტანოთ კრახმალი, ჩვეულებრივი საკვები კრახმალი ხელის გულზე. შემდეგ უნდა დავიტანოთ მასზე იოდი, დავასხათ. ოფლიანობა აწუხებს პაციენტს, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მიიღებს მუქ ლურჯ ფერს. ანუ ვიღებთ სახამებელს, ვყრით ხელის გულზე, ანუ იოდი ავიღეთ. კივნეული არ არის ხელბატონო. და ცოტა რაოდენობით, ალბათ მცირე რაოდენობით, კი, რა თქმა უნდა. სახამებელი და იოდი ახლა ერთმანეთში აირია და რამდენ ხანში უნდა გალურჯდეს ეს თუ შეიძლება? ეს თუ ლურჯდება მომენტალურად. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ ეს ლურჯი არ არის, ეს არის შავი. ამ შემთხვევაში გამოდის რომ ქაბატონინოს ჭარბი ოფლიანობა არ აქვს ხელის გულების. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კობა. აი ამ პლაკატზე თუ შეიძლება გვაჩვენეთ ის პრობლემური ზონები, რომელიც ძირითადად ჰიპერჰიდროზის დროს არის გამოხატული. ეს ადგილებია ხელის გულები. ეს ყველა შემთხვევაში სიმეტრიული პრობლემაა. იღლიების არე. ფეხის გულები. პლუს ამას თავის არე, თმიანი ნაწილიც იგულისხმება, ხო? კისერი, სახის არე, ნუ კი სახეზე ოფლიანობა ხშირად შეგვიმჩნევია. ეს არის აი საზარდულის არეები. თუ კი ჰიგიენური ნორმები დაცულია და მაინც აი ამ ზონებში ხდება აი ეს ჭარბი ოფლიანობა, უკვე საჭიროა სპეციალისტთან მისვლა, საჭიროა იგივე ტესტირების გავლა და რეალურად დიაგნოზის დასმა. არის თუ არა ეს პირველადი ჰიპერჰიდროზი თუ მეორადი, ანუ რაიმე დაავადებით გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ სახის არეში ოფლიანობას თანსდევს ხოლმე სიცითილე. ტყუილად არ თქვია ჩვენ მკურნალობის ცენტრს სახის სიცითილისა და ლოყები როცა შეწითლდება ხოლმე. ზედმეტად გამოხატული როდესაც არის. და აქ ითვლება მანკიერი წრე, ოფლიანობა იწვევს სიცითილეს, სიცითილე აღიზიანებს და იწვევს ჭარბოფლიანობას და რაც კიდევ უფრო ართულებს სახის არეში. საერთო ჯამში მდგომარეობას. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ ადგილებზე და გავაგრძელოთ მკურნალობის მეთოდიკის შესახებ. ხო, დაგინდა დიაგნოზი უკვე არის ჰიპერჰიდროზი და რა არის გზარითი ვეხმარებით აი ესეთ გატანჯულ პაციენტებს? არის ჯგუფი მკურნალობისა, სადაც შედეგი არის დროებითი და არის ჯგუფი, სადაც მუდმივი შედეგი შეგვიძლია მივიღოთ. რამ შეგაწუხათ ისე პაციენტს, რომელსაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და მომართავს ჩვენ კლინიკას ამ პრობლემით, ჩვენ ვიწყებთ მის გამოკვლევას და როდესაც ვსვამთ საბოლოო დიაგნოზს ჭარბი ოფლიანობისას, ამ შემთხვევაში უკვე ვთავაზობთ პაციენტს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. არის გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, რომლებიც ჩვენი ემოციის ზღვარს წერს ქვევით, იმიტომ რამდენადაც ზედმეტი ემოციები აძლიერებს ოფლიანობის
ინტენსივობას და მის სიძლიერეს. გარდა ამისა არსებობს სპეციალიზირებული დეოდორანტები, რომლებიც კონკრეტულად სამკურნალოა და ის არ არის არომატიზირებული. შემდეგი მეთოდი არის მკურნალობის ბოტოქსით ინექციები. მისი ინექციები ხდება ესეთი ინსულინის პატარა ნემსით, რომელიც ძალიან უმტკივნეულოა და კიდევ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად უმტკივნეულო იყოს, სპეციალური გელები გამოიყენება, რომლებიც ზედაპირზე ხდება მისი დატანა და ის ადგილობრივ გაუწევარებას იწვევს. თუ კი შედეგზე არის საუბარი, რომ ეს იყოს მუდმივი, ხანგრძლივი და ამ თემას აღარ დაუბრუნდეს პაციენტი მომავალში, ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ქირურგიული მეთოდი. ეს ოპერაცია ნაკლებად ტრამბულია ორგანიზმისათვის. ოპერაციის წინ იძინებს პაციენტს ოფლიანობით და იღვიძებს უკვე სხვა ადამიანი. ის უკვე საერთოდ განკურნებულია ამ თემისგან და უკვე სხვა ცხოვრება ეწყება. შეიძლება მაყურებელს ცოტა გაუკვირდეს რა შუაშია ქირურგია ჭარბოფლიანობასთან, მაგრამ ნამდვილად ვიცით რომ არსებობს ესეთი მეთოდიკა, რას გვეტყვით ამის შესახებ? არის ორი მეთოდი, ერთ-ერთი არის იღლიების არის კიურეტაჟი, რაც ადგილობრივად მხოლოდ იღლიების არეში შეეხება. კიურეტაჟი ეს ნიშნავს კანს ქვეშ იღლიის არეში მექანიკურად საოფლე ჯირკვლების დარღვევას. რაც შეეხება ყველაზე ძირითად მეთოდს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპათექტომია, ესე ქვია. ჩვენ ვაკეთებთ იღლიის ქვევით მეორე და მესამე და მეხუთე ნეკნთა შუა არეში, ვაკეთებთ 2-5 მმ-იან პატარა ესეთ განაკვეთს, შევდივართ გულმკერდის ღრუში. იქ გადის სიმპათიკური ნერვული ღერო, რომლებსაც მიაქვთ ინფორმაცია პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე. ჩვენ ამ ნერვული ღეროს გადაკვეთის შემთხვევაში წვიტავთ ინფორმაციას პერიფერიიდან, რომელიც არის არასწორი და მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომ მას ესაჭიროება იმ კონკრეტულ დაუშვათ იღლიის ან ხელის გულის ან ნებისმიერ სხვა ადგილზე საოფლე ჯირკვლების გააქტიურებული მუშაობა. ზოგადი ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს ეს ოპერაცია ძალიან ხანმოკლეა, 5-7 წუთი გრძელდება თითოეული მხარე. პაციენტის დაყოვნება სტაციონარში არის მხოლოდ 1 დღე. 3 დღის შემდეგ მას შეუძლია თუ კი საოფისე სამსახური აქვს გავიდეს და ჩვეულებრივ შეუდგეს ისევ თავის სამუშაო მდგომარეობაში ჩადგეს და თუ კი ფიზიკურად შრომობს 10 დღის შემდეგ შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა გააგრძელოს ისე როგორც ანუ ადვილად გადასატანი ოპერაცია საკმაოდ. მოკლედ ეს ძალიან საინტერესოა ყველაფერი მასთან ერთად რაც თქვენ მოგვიყევით. მაყურებელს კი გვინდა უთხრათ რომ თუ კი თქვენ იტანჯებით და იხშობით ოფში დღეს ამის მკურნალობის საშუალებები არსებობს. ახლა ვისაუბრებთ პრობლემაზე, რომელიც ყველას გვსმენია, მაგრამ ყველა შეიძლება არ იცით თუ რა არის ეს. სტუდიაში ყავს პაციენტი, რომელსაც საშინელი ტკივილები აწუხებდა სახის არეში. გაგვეცანით თუ შეიძლება და გითხარით რა არის თქვენი პრობლემა. გამარჯობათ. მე ვარ ხათუნა ხათაშვილი, მაწუხებდა კონკრეტულად სახის არეში, მქონდა წერტილები, ტკივილი. აი უფრო როგორც გეგონება დენება დაგარტყა, ვერ ვიხეხავდი კბილებსაც. მაშინაც საშინლად მეწყებოდა ეგ ტკივილი, მაკიაჟსაც ვერ ვიკეთებდი. მოგვეყევით თუ შეიძლება შემდეგ როგორ მოგვარდა ეს პრობლემა, რა დიაგნოზი დადგინდა, ვის მიმართეთ და ეხლა როგორ ხართ? ჩემი სიმპტომები ემთხვეოდა უფრო სამწვერა ნერვის ანთებას. ამას როგორ მივხვდით? ინტერნეტში მოიწიეთ? კი, ინტერნეტში, რომელიც გაგონილია, მართლა მქონდა, მაგრამ თუ სახის მიდამოში არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი. სამწვერა ნერვი ნამდვილად სახის არეშია და ეხლავე გაჩვენებთ უფრო ზუსტად თუ სად მდებარეობს ის. სამწვერა ნერვი სათავეს იღებს აი აქ თავის ტვინში, შემდეგ კი ის სამ ნაწილად იტოტება. ერთი ტოტი როგორც ხედავთ მიდის თვალბუდესთან, მეორე მიდის ზედაყბის არეში და მესამე ქვედაყბის მიმართულებით. ამ ნერვს აქვს ორი უმთავრესი ფუნქცია, გრძნობელობითი და მამოძრავებელი. მაგალითად, როდესაც სახეზე რაღაცა გვეხება, ეს ნერვი სიგნალს გაატარებს ტვინის მიმართულებით და ჩვენ გრძნობთ ამ შეხებაზე. ეს არის მგრძნობელობითი ფუნქცია. მაგრამ ჩვენ რო ღეჭვა შეგვიძლია, ეს სწორედ ამ ნერვის დამსახურებაა და სწორედ ეს არის მისი მამოძრავებელი ფუნქცია. მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან საჭირო ნერვია, ოღონდ ერთ თვისება ის აქვს, რომ ხანდახან აუტანელ ტკივილებს იწვევს. ნერვის ტკივილს ეწოდება ნევრალგია. ადამიანებს, ვინც ახლა ეკრანზე გვიყურებენ და სამწვერა ნერვის ნევრალგია არასდროს გამოუცდიათ, ალბათ ვერასოდეს წარმოუდგენიათ თუ რამდენად გაუსაძლისი ტკივილია ეს ყოველი. ეს ტკივილი ქრონიკულია, ხან ჩდება, ხან ქრება, მაგრამ როდესაც ის იწყება, იმდენად აუტანელი ხდება და იმდენად გაუსაძლისია, რომ ადამიანს თავის მოკვლის სურვილის კი უჩნდება ხოლმე. სამწვერა ნერვის ნევრალგიას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგ შემთხვევაში ნევრალგიას იწვევს სისხლძარღვისა და ნერვის კონტაქტი, ზოგ შემთხვევაში გაფანტული სკლეროზი, ანუ არეს შემთხვევაში სიმსივნეც კი.
როდესაც პაციენტი გაუსაძლისი ტკივილით მიდის ექიმთან, აუცილებლად უკეთდება მთელი თავის სკანირება. სამწვერა ნერვის ანთების დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, ნაჩქარევად არ შეიძლება და ჩვენ სტუმარს დარბაზში მიმართავ, რომ თუ ჯერ ექიმთან არ ყოფილხართ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ექიმთან ვიზიტი. რაც შეეხება სამწვერა ნერვის ანთების მკურნალობას, ამაზე ჩვენთან სტუმარი ისაუბრებს. მას ასე მიესალმეთ კლინიკა ინოვას ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ირაკლი ჭელიშვილი. გამარჯობა ირაკლი, დიდი მადლობა მომზადებისთვის, აღგენდით. ახმაროს წყალს რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ. ჩვენ ვისაუბრეთ ახლა მოკლედ ამ პრობლემატიკაზე და დარბაზში ყავს პაციენტი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ აქვს სამწვერა ნერვის პათოლოგია. რამდენად გავრცელებულია ზოგადად ეს პრობლემა? მოდით ჯერ ამაზე გვიპასუხეთ და აი ესეთი ტკივილები როგორც აღწერა ჩვენმა სტუმარმა, შეიძლება თუ არა რომ დავაკავშიროთ სამწვერა ნერვის ანთებას? სტატისტიკა ოდნავ განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ დაახლოებით ესეა 15-20,000 მოსახლეზე ერთი სამწვერა ნერვის ნევრალგია. ყოველ წელს რაოდენობა მატულობს ამ ოპერაციების, მაგრამ საშუალოდ დაახლოებით 30 ოპერაციას ჩვენ ვაკეთებთ. ალბათონმა აღწერა მეტნაკლებად სიმპტომატიკა, რომელიც ახლავს ამ პათოლოგიასთან. აი მოგვიყევით უშლი, აი როგორი ჩივილით მოდიან პაციენტები? ეს არის ხალხი, რომელსაც საშინელი ტკივილი აქვს. საერთოდ ითვლება, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ტკივილი ადამიანის ორგანიზმში და მართლა საშინელ დღეში არიან. ეს არის შეტევითი ხასიათის ტკივილები. შეტევითი რო არის, აი ეს აუცილებლად უნდა იყოს მუდმივია ეს ტკივილი? არა, არიან პაციენტები, რომელსაც მუდმივად აქვთ ესეთი ყრუ ტკივილი, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შეტევითი სახის ტკივილები, რომ იფიქრო იმაზე, რომ აქ არის დაუშვათ ზეწოლა ნერვზე. და ეს მხოლოდ სახის არეშია თუ გადაეცემა ბეჭში კისრის მიდამოში? მხოლოდ სახის არეში. ყველაზე ხშირად არის ქვედა ორი ტოტი, უფრო იშვიათად არის ზედა ტოტი. არსებობს შემთხვევები, როდესაც სამივე ტოტია ჩართული. აი ჩვენ ლევანი მაღწერა წეღან რომ ამ ნერვს ახასიათებს როგორც მგრძნობელობითი ფუნქცია, ასევე მამოძრავებელი. აი მამოძრავებელ ფუნქციას თუ აზიანებს? ფუნქციას არ აზიანებს. უბრალოდ ძალიან უჭირთ ეს პაციენტებს ღეჭვა. ძალიან ხშირად მიდიან სტომატოლოგთან, იღებენ კბილებს, ჯანსაღკბილებს. ეს სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას, იმიტომ რომ როგორც კი დაეწყებათ ტკივილი, მიდიან სტომატოლოგთან და იწყება ძალიან ბევრი პაციენტი მყოლია, რომელსაც ჰქონდა მთელი კბილები ამოღებული იმის გამო, რომ ეძებდნენ, რომ იქნება ამ შემდეგი კბილის პრობლემა ან ამისი. ბატონო ირაკლი, ვიცით რომ ეს ძალიან ძლიერი ინტენსივობის ტკივილია და ძალიან იტანჯებიან ადამიანები ამ ტკივილისგან. რა იწვევს ტკივილს, რა მექანიზმია? მექანიზმი არის ესეთი. ზეწოლა ნერვზე, აქ ჩანს, ეს არის ტვინის ღერო, ეს არის სამწვერა ნერვი, რომელიც გამოდის ღეროდან და სისხლძარღვი, რომელიც მას ედება. სიმართლე გითხრათ, ზუსტად მექანიზმი რატომ ხდება ეს, რომ დაუშვათ რაღაც ასაკში ეწებება ნერვს სისხლძარღვი და გადასცემს პულსაციას. ეს მექანიზმი არ ვიცით. მაგრამ ხდება სამწუხაროდ. მაგრამ ხდება. ანუ მთავარი პრინციპი ამ დროს არის ის, რომ მაგალითად სიძაღვის შემთხვევაში, როდესაც ისინი ათგეზიას, ანუ შეწეპებას განიცდიან ერთმანეთზე, მე ხდება ნერვის ზედაპირული შრის დაზიანება და ზუსტად ეს დაზიანებული ნერვის ზედაპირი იწვევს იმ სიმპტომებს, რაზედაც ვისაუბრებთ. მით უმეტეს რომ ეს სისხლძარღვი პულსირებს, როგორც ჩვენ ვიცით და იმიტომაც აქვს მუდმივად ესეთი შეტევითი ხასიათი ამ ტკივილს. და რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? გასაგებია, რომ თავიდან ოპერაციით არავინ არ იწყებს. ყველა პაციენტი იწყებს მედიკამენტებით. თავიდან მოქმედებს, რაღაცა პერიოდი აქვს შედეგი და მერე უკვე აღარ მოქმედებს ისიც. რაც შეეხება, ვთქვათ, ქირურგიულ მეთოდებს, კეთდება უამრავი რაღაც. თერმოდესტრუქცია არსებობს, არის არის ალკოჰოლიზაცია. ანუ უნდა გავანადგუროთ ნერვი რომ დაკარგოს მან ხო, ტკივილი რო არის. და არის, რა თქმა უნდა, ეს ქირურგიული ჩვენ ვაკეთებთ ის კლასიკურ ოპერაციას, რომელსაც ქვია ჯანეტას ოპერაცია. ეხლა ვაკეთებთ სამწვერა ნერვის ეგრეთ წოდებულ ნეიროვასკულურ დეკომპრესიას, ანუ უბრალოენით რო ვთქვათ, სისხლძარღვი აწვება სამწვერა ნერვს და იწვევს ძალიან ძლიერ ტკივილს. ამ ოპერაციას სჭირდება საშუალოდ 2 საათი. არის ძალიან ელეგანტური და ძალიან ეფექტური ოპერაცია. პაციენტი იღვიძებს და ტკივილები, რომელიც ძირითადად წლების განმავლობაში აწუხებს, ეხსნება. ეს ღია ფერის არის ნერვი. ღია ფერის ეს არის ნერვი. ეს არის არტერია. ეს არის არტერია, რომელიც მას ედება და გადასცემს პულსაციას. არტერია გვერდზე გადაწიეთ, ხო? დიახ, ეს ქსელისებური გარსია, რომლითაც მიმაგრებულია, ყველაფერი ეს უნდა გავანთავისუფლოთ და გადავწიოთ გვერდზე, რომ არ იყოს კონტაქტი
ნერვს და სისხლძარღვს შორის. მიდგომა საიდან არის? ეს არის ყურის უკან კეთდება პატარა ხვრელი. იქიდან შევდივართ. ეს არის უკვე ძალიან მიკროქირურგიაში დახელოვნებული ქირურგის საქმე. ეხლა ხვრელის ზომა დამოკიდებულია რამდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული ეს ქირურგს. ანუ რაც უფრო გამოცდილია ქირურგი, ხვრელის ზომა მცირდება. ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც ჩვენ ნერვს და სისხლძარღვს შორის ვდებთ ტეფლონს. ტეფლონი ეს არის მასალა, რომელიც უშლის ხელს შეხორცევების წარმოქმნაში. კლავარ შეხორცდეს ერთმანეთს. თან ისინი მოშორებულია ერთმანეთისგან და თანაც შეხორცევები აღარ გაჩნდება. თავარია გავაშოროთ ეს სისხლძარღვი და ნერვი ერთმანეთს. მათ შორის ჩავდოთ ისეთი მასა, რომელიც ამათ კლავ შეხორცებას ხელს შეუშლის. შესაბამისად ფუნქციურად ნერვი დაგვრჩება თავის ადგილზე, თავის ფუნქციით, სისხლძარღვი დაგვრჩება თავის ადგილზე, თავისი ფუნქციით. რეაბილიტაციის პროცესი და პერიოდი რა აქვს? პოსტოპერაციული პერიოდი და სირთულე რაში მდგომარეობს? ჭრილობა. ხოლო ჭრილობის მოვლა? უბრალოდ ჭრილობა საერთოდ, როდესაც ლაპარაკი არის, თქვა, ტვინის ამ ნაწილზე უკანა ფოსოზე, იქ ერთადერთი პრობლემა, რაც ჩნდება ხოლმე, ეს არის ლიქვორია. ანუ მაგარი გარსი დაიხუროს ისე, რომ დაუშვათ არ გამოდიოდეს თავზურტვინის სითხე. ვაკრავთ სპეციალურ მასალას, რომელიც არ ატარებს სითხეს. პრინციპში ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ნუ ამას ვაქცევთ პირველ რიგში ყურადღებას. დანარჩენი რეაბილიტაციის არანაირი პერიოდი არ აქვს პაციენტს. გაიღვიძა პაციენტმა და ტკივილი აღარ არის. ტკივილი აღარ არის. ერთი პაციენტი, რომელიც გაიყვანეს ოპერაციაზე უტანელი ტკივილით, მეორე დღეს გაიღვიძა და არის სრულიად ბედნიერი. 2 სანტიმეტრიანი განაკვეთი ნეიროქირურგიისთვის და თავისთვის და ჩატარებული ოპერაციისთვის ნამდვილად ძალიან პატარა ფართობია და არც ისე საშიშია, როგორც ჩანს ეს ოპერაცია რამდენადაც ჟღერს, რომ თავის ტვინზე ოპერაცია უნდა გაიგოს. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ასეთი კარგი ინფორმაციისთვის. სამწვერა ნევრის პრობლემით ცხოვრება არის კატასტროფულად რთული, თუმცა სასიამოვნოა, რომ თქვენ ხელში ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. და ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში კეთდება. გაზაფხული ბუნების გამოცოცხლება და თბილი დღეები ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს სტიმულს, რომ რაღაც ახალი გააკეთოს. დაიწყოს დიეტა, ვარჯიში, თავი დანებოს მოწევას, იმოგზაუროს და ნახოს ქვეყნის გარეთ ან საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა ადგილი. ან ნებისმიერი რამ შეცვალოს უკეთესობისკენ. ყველაზე უფრო ხშირი ალბათ მაინც უფრო ვარჯიში და დიეტის დაწყება ამ დროს. რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით შვებულებისთვის, ზაფხულისთვის, ზღვისთვის, ლამაზი ფარატინა ტანსაცმლისთვის და გვინდა რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ ორშაბათობით ვიწყებთ ხოლმე დიეტა. ამიტომ ორშაბათობით სამშაბათს ვარ გვაქვს მე პირველი სუფრაზე. ამ ყველაფერში იხარჯება უამრავი ფული, მოგეხსენებათ სპორტ დარბაზები არც თუ ისე იაფია, ასევე ზიანდება ძალიან ბევრი ადამიანის ნერვები, რადგან დიეტაზე მყოფი მშიერი ადამიანი საკუთარი თავისთვისაც და გარშემოყოფისთვისაც დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა არსებობს 5 მარტივი გზა, რომელიც თქვენ ლამაზი და რაც თავარია ჯანმრთელი სხეულისკენ ყოველგვარი ფინანსური და ემოციური დანახარჯის გარეშე მიგიყვანთ. ამ 5 წესში ახალი არაფერი არ არის. დიდი ალბათობით თქვენ 5-ვე მათგანი იცით, მაგრამ სამწუხაროდ არ ასრულებთ. დღეს ჩვენთან მოვიდა ადამიანი სტუმრად, რომელსაც ჩვენ ამ 5 წესის შესრულებას ამოცანად დაუსახავთ. მას ასე მიესალმეთ მსახიობი ლევან ხურცია. მადლობა ლევან, მადლობა მოგზაურობ. როგორ ხარ ლევან, ხალხს როგორ გზადხარ თუ არა ჩვენი გამოწვევის მისაღებად? კი ბატონო, ყველაფერს წყლით გავამხნევებ. გაამხნევებ შენ წყლით და დავიწყოთ აბა. სხვადასხვა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თქვენ გადასახადებს. ძალიან დიდი მადლობა ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. პურმარელზე მომიწვიეთ თუ რამე ჯანსაღი ცხოვრების სესია? არა, ეს სერიოზული გამოწვევაა, პურმარელი არ გეგონოს ან ხუმრობა ეს ყველაფერი. უნდა ადგე და 5 ახალი ჩვევა გაიჩინო, რომელსაც ყოველდღიურად შეასრულებ. არ არის რთული, მარტივია და ძალიან კარგი შედეგების მომტანი. ასე რომ ნელ-ნელა მივყვეთ ჩვენ ამ ჩვევებს. ის 5 წესი, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, შესასრულებლად ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მას შეუძლია დაგეხმაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებაში, როგორც არის ჭარბწონიანობა, კი ბატონო, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის დონის მოწესრიგება, ფსიქოლოგიური აშლილობაც კი. კი ბატონო. გულის დაავადებები და ესეთი ძალიან სერიოზული, მათ შორის სიმსივნეც კი. ისეთი რეკლამა გააკეთე ლევან, შემოთავაზება არ ქონია, მაგრამ ეს უნდა დავთანხმდე ამ გამოწვევას მე მგონი. შეგიძლია შესაძლო. თახვალ ორშაბათია და ყველანი ახალ ცხოვრებას ვიწყებთ ყოველი ორშაბათიდან, ეს როგორც წესი. დავიწყოთ და ავხსნათ პირველი ჩვევა და მაქვს შეკითხვა შენთან. გიყვარს თუ არა ფეხით სიარული? ხანდახან დავდივარ ხოლმე. ამ 5-დან მოკლედ პირველი წესი არის ბევრი მოძრაობა. თანამედროვე მედიცინა ასეთ შედარებასაც კი ცნობს, რომ უძრავად ჭდომა დაახლოებით ისეთივე მავნებელია ორგანიზმისთვის, როგორც სიგარეტის მოწევა. ასე რომ სერიოზული გამოწვევაა ადინამიასთან, ანუ უძრავ ცხოვრების წესთან ბრძოლა. ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ჩვენ აქ მოგიმზადეთ, ასე ვთქვათ. ეს გახლავთ ის ატრიბუტები, რომელიც ახალი ცხოვრების
დაწყებაში დაგეხმარებათ. ანუ დაი. პირველი მოგიჯი გადადგმულია მოკლედ. სასურველს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 37% სამსახურში ყოფნისას მხოლოდ 9 საათს ატარებს ფეხზე მდგარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი ჯდომა და ცხოვრების უმოძრაო წესი ჩვენს პლანეტაზე ნომერ მეოთხე ყველაზე საშიში მკვლელი ცხოვრების რეჟიმია. ხვდები რა მასშტაბებზეა საუბარი? ნომერ მეოთხე მკვლელი. და ეხლა მივხვდი რატომ გავარ ხერზე. მოკლედ მოძრაობა აუცილებელია. არ შეგეშინდეს, ჩვენ დაძაბულ ვარჯიშზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ელემენტარულ აქტივობაზე, რამაც გულისცემა უნდა ცოტა გააუმჯობესოს, ასე ვთქვათ, კუნთები გაავარჯიშოს, სისხლის მომარაგება უკეთესი გახადოს და სახსრები გაშალოს, ასე ვთქვათ. ამ ყველაფრისთვის საკმარისია ყოველდღიურად 20-30 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული. 9 საათი უდავია რომ სწრაფად. ფეხით. კი ბატონო. ზოგი ადამიანი სამსახურიდან შორს ცხოვრობს, მაგალითად მე და ფეხით სამსახურში მისვლა ძალიან ძნელია, მაგრამ აქაც შეიძლება გამოსავლის პოვნა. თუ გაქვს 1 საათიანი შესვენება, ვთქვათ, ლანჩისთვის, 9 საათი შეგიძლია დაუთმო კვებას და მეორე 9 საათი შეგიძლია ფეხით გაისეირნო. ფეხით სიარული ეს თუ იდეა ფიქსი არ არის. ახლა მე რეპეტიციებზე იქ ჩვენ ავსხედვართ თეატრში. მოძრაობთ. მოძრაობთ და დავხტივართ რაღაცას ვაკეთებთ ეს. მაგრამ მათ ჰაერი გინდა ცუფთა. აქ სუფთა ჰაერზე გასაერნება. ჩვენთვის მსახიობის სცენის მტვერი არის სუფთა ჰაერი. ბახმარა. ეს კარგია. ტკბილეული თუ გიყვარს? აი მიყვარს კი. რა ტკბილეული გიყვარს ყველაზე მეტად? შოკოლადი, ნამცხვარი, რა ტკბილეული, რაც არის ყველაფერი მიყვარს კი. ანუ მეორე გამოწვევა ეს არის შაქრის მიღების შემცირება. თითქმის დარწმუნებულია რომ არც კი იცი საკვები რომელსაც მიირთმევ რამდენ შაქარს შეიცავს. ეს არის ჩვეულებრივ საკვებზე ლაპარაკი, ანუ ტკბილეულის გარდა. ხილის იოგურტი თუ გიყვარს? არა, ეს იოგურტები და რაღაცები საერთოდ არ მიყვარს. ეს ძალიან კარგია რომ იოგურტი და ესეთი ტკბილი პროდუქტები არ გიყვარს, მაგრამ აუცილებელია გაჩვენოთ, აი ესეთი მარწყვის იოგურტი რა რაოდენობით შეიცავს შაქარს. ახლა არც ისეთ ცოტა არ არის. აი ეს ერთი ბოთლი ტკბილი იოგურტი შეიცავს ზუსტად აი ამდენ შაქარს, ანუ 49 გრამ შაქარს. აი ლეონ ახლა იოგურტი ტკბილი პროდუქტია და დაახლოებით მაინც ქონდა წარმოდგენა დაახლოებით რამდენი შაქარი იქნებოდა მაშინ, მაგრამ საქმე ის არის რომ ისეთი პროდუქტები რომლებიც თქვა ტკბილი არ არის გასინჯვისად, მაინც შეიცავენ საკმაო რაოდენობით შაქარს. აი მაგალითად, აი ეს კილა ტომატ პასტა შეიცავს 16 გრამ შაქარს. ნუ ცოტა მაინც არ არის. იოგურტთან შედარებით რა თქმა უნდა ნაკლებია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას რომ ცოტა არ არის. ანუ რას მეუბნებთ, ესენი არ უნდა მივირთვა თუ ზომიერად უნდა მივირთვა თუ შეამცირო დღეიდან ან ხვალიდან, ანუ შენი ორშაბათი როდესაც იწყება, შენი მეორე გამოწვევა გახლავს შაქრის მიღება. შევამციროთ. ხვალ არის ორშაბათი, ხვალი დავიწყებთ ამ ყველაფერს. კი ბატონო. კარგი. აქ გვაქვს პროდუქტები ასევე, რომელიც საკმაოდ გემრიელია, მაგრამ შეიცავს ბევრ შაქარს. მაგალითად, გასაოცარია, მაგრამ თეთრი ბრინჯი შაქარს შეიცავს. მაკარონი, კარტოფილი, თეთრი პური, შესაბამისად ჩვენ როდესაც ამ წესების დაცვას დავიწყებთ, ამადგან რაღაცები უნდა ამოვიღოთ. ჩვენ ალბათ ყველას მოიხმარ, ხო, ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს კარტოფილი, ბრინჯიც, მაკარონი, ნუ კარგად გაკეთებული ოღონდ. აი ეს ყველა პროდუქტი გამოირჩევა შაქრის მაღალი შემცველობით. ანუ მაღალშაქრიანი პროდუქტებია, ასე ვთქვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი ჩვენს ორგანიზმში მოხვდებიან, ძალიან სწრაფად გარდაიქმნებიან გლუკოზად, ასე შაქრად, ისე ვთქვათ. და თუ ამას ცხოვრების უმოძრაო სტილსაც დაურთავთ, თან ფაქტობრივად მივიღებთ ორგანიზმში სრულ კატასტროფას. ნუ ესე იგი მოძრაობთ ბევრს, ვამცირებთ ტკბილს. ვამცირებთ ტკბილს, გასაგებია. ამ პროდუქტებს აქვს ძალიან კარგი ანალოგია, რაც შეიძლება ჩავანაცვლოთ ჩვენ ნაკლებ შაქრის შემცველი პროდუქციით, ანუ ეს არის მაგალითად ყავისფერი შაქარი. ეს არის ყავისფერი მაკარონი, ეს არის ყავისფერი ბრინჯი, რუხი პური მათ შორის, რომელშიც შაქრის შემცველობა ბევრად ნაკლებია. ყავისფერი პროდუქტი გაცილებით უფრო ნელა, ანუ ორგანიზმის ნაკლებ მავნედ გარდაიქმნება გლუკოზად, ვიდრე მათი თეთრი შემცველები ან ანალოგები. რუხი პური ვახსენეთ და რადგან შენ ხვალიდან იწყებ ამ ყველაფრის შესრულებას, ჩვენ და ლიტური საცხობი დაგეხმარებით და შენთვის გვაქვს საჩუქარი. თუ აი ეს მომეწონა უკვე კარგია. აი ამ პურებს გაგატანთ საჩუქრად, რომ ორშაბათს რუხი პური არ გქონდეს საზრუნავი, ეს ჩვენგან და ლიტური საცხობისგან მოკლეს. მეუღლე პური მომაქვს ახში. არის კიდევ პური მომაქვს. ამასობაში ჩვენ მივადგით მესამე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორ გძინავს მოგვიყევი. ეხლა და რის მოწესრიგებას? ეს როგორი რამეა ეხლა ცხოვრების რეჟიმი, მე მაქვს საკმაოდ გადატვირთული. ვიღლები ხანდახან ფიზიკურად იმდენად არა, რამდენადაც რა ქვია გონებრივად, ხო, ემოციურად, აი ემოციურად ვიღლები. როცა ვარ დაღლილი ემოციურად, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვარ, ვერ ვიცი. მაგ პრობლემების მოგვარების ძალიან მარტივ გზას გასწავლით და პირველ პუნქტსაც დააკმაყოფილებს, ზილით წინ პატარა გასეირნება 30 წუთიანი. ანუ პირველ და მესამე პუნქტს ვასრულებთ ეგრევე.
როდის ჯობია ხოლმე დაიძინოს ადამიანმა და რომელზე უნდა გაიგუძოს ადამიანმა თუ არის ესე ჩამოყალიბებული. ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ნორმალური ისეთი სავსე ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს 8 საათი 8 საათი უნდა ეძინოს. სასურველია 8 საათი ეძინოს. მონაკვეთს მნიშვნელობა სიტყვას დილის 6-დან იმამდე რომ ეძინოს. სასურველია დავწვეთ ღამის 12 საათზე და ნუ დილის 8 საათზე შესაბამისად სტანდარტულად ვიცით ეგ არის სტანდარტულად დავდგეთ მომემზადოთ. ბიოლოგიურ საათს უნდა დაემთხვა. და სასურველია რომ დავიძინოთ აუცილებლად ყოველთვის ეს ყოს ერთი და იგივე დროს. შესაძლოა პირველი რამოდენიმე დღის ან ერთი კვირის განმავლობაში არ დაგეძინოს ეს ღამის 12 საათზე, მაგრამ აუცილებლად გასწორდება ბიოლოგიური საათი. აუცილებლად მიეჩვევი ამ მდგომარეობას და აუცილებლად დადგება ის ეტაპი შენ ცხოვრებაში, როდესაც ღამის 12 საათზე იძინებ და დილის 8 საათზე იღვიძებ. კიდე ერთი საჩუქარი გვაქვს შენთვის. ეს რა კაი, აი ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. ანუ დრო გასწავლეთ, დამხმარე საშუალება გადმოგეცით მესამე პუნქტისთვის გზადვართ. საჩუქარია ესეც? რა თქმა უნდა. პურებთან შევინახავ თუ შეიძლება. აი ასე. სამი ჩამოვთვალეთ და შენი აზრით რა არის მეოთხე წესი? ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჯერ არ გვითხოვს. ვერ გიკარნახე. მეც არ ვიცი. ნუ ეხლა მე ერთი რამე უნდა ვთქვა, არ ვიცი, ყველა ამას ფიქრობს ალბათ. ნუ ეხლა მიკარნახე საგები. წყალი, ნამდვილად წყალი და წყალს მე მივირთებ ბევრს. რამდენს დღეში დაახლოებით? 1-5 ჭიქას. შენი წონის და სიმაღლის ადამიანი რეალურად 2 ლიტრამდე წყალს მინიმუმ უნდა ასვამდეს დღის განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. თუ მეც მიირთმევ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არა ნაკლებ 2 ლიტრის. გასაგებია ვსვავთ ბევრ წყალს. ეს რჩევა ალბათ ჩვენ მაყურებელს უკვე ცოტა მობეზდა, იმიტომ რომ გადის ჩვენი გადაცემა ეთერში, ყოველ გადაცემაში ვახსენებთ, რომ წყალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ წყალს მართლაც აქვს ჯადოსნური თვისებები და შეუძლია ძალიან სერიოზულ დაავადებებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. თან რა ვიცი, მე ისიც გამიგია თუ წყალს დაელაპარაკებია რწმენით და ფსიქოლოგიურად, რომ შეუძლია რაღაცა განკურნოს, რაღაცა კონკრეტული დაავადება. ოღონდ წყალი არ მადალი გაქცა ჯობია. წყალმა პასუხი გაქცა ესე სხვა სიმართლე. იმდენი ვილაპარაკეთ წყალზე, შეიძლება დავლიო. კი, აუცილებლად. ხალხთან დაკავშირებით ერთი პატარა ხრიკი უნდა გასწავლოთ. ღამით, როდესაც დასაძინებლად დაწვევით, საწოლთან უნდა დაიდგათ 2 ჭიქა წყალი. ნუ ან ესეთი ბოთლი მაგალითად. როგორც წესი ღამით შეიძლება გაგეღვიძოს და იმ დროს წყურია, მაგრამ გეზარება რომ ადგე, დალიო წყალი მერე თავიდან დაძინება გაგვიჭირდება. ასე რომ ეს მოგვეხმარება, რომ 1 ჭიქას აუცილებლად დალებთ ღამის განმავლობაში და 1 ჭიქა შევინახოთ დილისთვის. მაღვიძარა რომ დარეკავს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დავლიოთ 1 ჭიქა წყალი და მერე ცოტა ხანი შეგვიძლია 1-5 წუთი ლოგინშიც ვიყოთ, სანამ ავდგებით და ხო. ანუ ესე იგი იწყებ ხვალიდან ახალ ცხოვრებას, პური გაქვს, 2 ჭიქა წყალი ეგრევე გაამზადეს შეიძლება საწოლთან, ბაღმაროს წყალსაც გაგატანთ. და მე მგონი ბოლო ყველაზე სასიამოვნო რჩევა მეხუთე, რომელიც ძალიან უნდა მოგეწონოს ჩემი აზრით. აბა. მზად ხარ. ყველაფრისთვის. ეს არის დასვენების დრო. პირდაპირ ვთქვათ, სტრესი კლავს. და რუტინა. სტრესი გვინადგურებს ჯანმრთელობას, პირად ცხოვრებას, პირად ურთიერთობებს. სამუშაო გარემოს. გარდა ამისა, სტრესი იმუნიტეტს გვიქვეითებს. როდესაც ადამიანი დასტრესილია, ასე ვთქვათ, ის ადამიანი უფრო მიდრეკილია ინფექციებისადმი, ანუ უფრო ადვილად შეიძლება გახდეს ავად, კონდეს თავის ტკივილი, სხვადასხვა ინფექციები და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვან დაავადებებში, ასე ვთქვათ, წამყვანი ადგილი უჭირავს სტრესს. როგორც არის გულის დაავადებები, არტერიული წნევა, სექსუალური დისფუნქცია მათ შორის, აი სტრესი რატომ? გასაგებია ყველაფერი. ეს ისედაც ვიცი, ახლა სტრესი რო ცუდია. ახლა როგორ არ მქონდეს ის მითხარით თქვენ. არა, რო არ მქონდეს ეგ ზანზნელი იქნება, ისეთი პროფესია სტრესის გარეშე ძალიან გაგიჭირდება. მოდი ერთ მარტივ ტექნიკას გასწავლით ახლა. ამ ტექნიკის თავარი არსი ის არის, რომ ყოველ დღე საკუთარ თავს 10 წუთი უნდა დაუთმო. საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ნიშნავს, რომ ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორის ეკრანებს უნდა მოშორდეთ და 10 წუთის განმავლობაში საკუთარ თავს მივცეთ იმის უფლება, რომ არაფერი არ ვაკეთოთ, არაფერზე არ ვიფიქროთ. იმაზეც არ ვიფიქროთ, რომ არაფერზე არ ვფიქრობთ. აი ბოლოს როდესაც გააკეთე ეს. ახლა ვაკეთებ აი აღარ ვფიქრობ არაფერს. ჩემი პირისთვის განტვირთვა ისეთივე აუცილებელია, როგორც სუნთქვა შენი ფილტვებისთვის, ჟანგბადის გარეშე ხოლმე შეძლებს ცხოვრებას. აი ესე ტვინი რო არ დავასვენო და არ განვტვირთოთ, რაღაცა დროს დამიჯერე გაგვიჭედავს. გავიგე 5 წესი უნდა ვიცხოვრო კარგად. ესე იგი მივიღეთ აუცილებელია მოძრაობა, ნაკლები შაქრის მიღება, მეტი წყლის დალევა, მოწესრიგებული ძილი და ცოტა დასვენება. დავალება მიღებული გაქვს, ხვალიდანვე შეუდგები მე მგონი ამ საქმეს. ასეთი არის დედამიწაზე დიმიტრი გელოვადის პატიოსანი. წყნარი. ოჯახიშვილი. მაგისანა. წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი. ჩვენ ქალაქში დიმიტრია გელოვანი.
მოგულას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იმედია გამოგადგება ჩვენი რჩევები. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას Humanity Georgia-ს თანამშრომლობისათვის. ეთიკები ეთიკური განცდილებების ნახვამდის.